ვერ წარმოვიდგენდი, რომ საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩნდებოდი. უარი მithქვამს ბევრ რამეზე სხვა ქვეყანაში, კითხულობ და სადღაც შეიძლება მე ფიქრები გაგექცეს. სიზმრები ცალკე ამბავია ციხეში. რა, სიზმრებში ყველაზე მეტად ჩემს მეუღლეს ნახულობდი რა. მამაჩემი რო სოცხალე ყოფილიყო ყველა ბაგას ამოსო შეიძლება ძალიან გაჭირვებოდა რომ გადაეტანა ის 25 კილო, საღაზე 9 მილიარდის კონტრაქტებზე მაქვს ხელი მოწერილი მხოლოდ, ხო? იოტისო დედნაშურიზების გზნობით არ დამეთოვებია საპატიმრო დაწესებულებას. მოგესალმებით, ეთერშია პირველი ხაზი, ეს არის საავტორო გადაცემა, მე ვარ ვიკა ბუკია, თქვენ უყურებთ TV პირველს. დღეს სტუმრად იქნება, ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება გიორგი ვაშაძე, ვისაუბრებთ მასზე და პირველად უწევს მას ამ სტუდიაში ყოფნა პატიმრობის შემდეგ, ამიტომ მე მინდა რომ ცოტა განსხვავებულ ფორმატში ვესაუბრო მას. გიორგის მივესალმები და მოდი სანამ დავიწყებ მასთან საუბარს, შევახსენებ მაყურებელს პატარა, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიას გიორგი ვაშაძის შესახებ, რომელიც დაიბადა ჭიათურაში, მე არ ვიცოდი სხვათა შორის დღეს გავიგე 1991 წელს. ის 44 წლის ბრძანდება, პროფესიით იურისტი, საქმიანობით პოლიტიკოსი. ახლა რაღაცა დამიქნია თავი და ამაზეც ვისაუბრებთ რა ხდება ამ მიმართულებით. საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს სხვათა შორის, რომელშიც არის ორგზის დეპუტატობა, ხომ სწორია გიორგი? თუ რამეს არასწორად ვიტყვი გიორგი აქვე. ჩამისწორებს კი ბატონო, მინისტრის მოადგილეობა, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა ხომ არის და პატიმრობაც არის უკვე. ვიკიპედიაში წავიკითხე, რომ 2003-2004 წლებში იყო ინტერპოლის ინსპექტორი. ეს რას ნიშნავს? აუცილებლად ვკითხავ გიორგის. მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მერვე და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდათ, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მეტად თავი მაინც დაგვამახსოვრა პირველი ბიომეტრიული პასპორტებით, ახალი ტიპის პირადობის მოწმობებით, ციფრული ხელმოწერებით, ყველაზე მთავარი დაჩქარებული მომსახურებით და მახსოვს მაშინ დიდი ამბავი მოყვა აი ამ ეგრეთ წოდებულ დაჩიპულ პასპორტებს, ამაზეც ვისაუბრებთ. 2006-2010 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის აგენტოს თავმჯდომარე გახდათ გიორგი. უშუალოდ მის განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე წარმატებული იყო იუსტიციის სახლების დაფუძნება. 2025 წლის ზაფხულში კი აი რა ხდება? სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ცნეს დამნაშავედ, ყველას გვახსოვს ეს რაღაც გაუგებარი საგამოძიებო კომისია კომიკური როლით. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვაშაძემ კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დააკისრებული 50,000 ლარიანი გირაო გადაიხადა, სისხლის სამართლის დევნა მაშინ არ შეწყდა და საბოლოოდ სამართალდამცველებმა ის პარტიის ოფისში დააკავეს და დაადეს ხელბორკილები. ამ კადრებს ხედავთ ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში. სულ სხვანაირი გიორგი ვაშაძე, წონასაც გულისხმობ აქ. 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა მან რუსთავის მე-12 დაწესებულება, რომლის ზღურბთან უკვე დახვდნენ გათავისუფლებულს ოჯახის წევრები, მას ყავს 3 შვილი და მეუღლე. ვხედავთ ამ ძალიან გულის ამაჩუყებელ კადრებს, ბავშვებთან შეხვედრა და მისი 3 შვილი. დღეს გიორგი ვაშაძე არის ოპოზიციური ალიანსის, ასე უნდა ვუწოდოთ ამ გაერთიანებას, ერთ-ერთი წევრი და ჩვენი გადაცემის სტუმარი და როგორც უკვე გითხარით, ის პირველად იმყოფება ამ სტუდიაში სტუმრად და პირველი კითხვა იცი რა იქნება? რამდენი კილო დაიკლო გიორგი ვაშაძემ? 25 კილო დავიკელი საპატიმროში. პირველი თვენახევარი ვიყავი რაღაც 60 გრადუსში, სულ რაღაც სახურავი სართული იყო, სიცხე იყო და ცხელოდა საუნაში ვიჯექი ფაქტობრივად რა რაღაც და არ იყო კონდიცირება, მე ვითხოვდი რომ იქნება მეყიდა და ნუ მოკლედ შემდგომ როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამივარეს და გადამიყვანეს კონდიციონერიან ოთახში. რამდენი ხნის შემდეგ? რამდენი ხანი იყავი? რაღაც ერთი თუ თვენახევარი ვიყავი.
აი ამ მასში პირობებში ძალიან რთული იყო ისე სიცხეს ვერ ვიტან და აი მე მაგალითად ძალიან სიცი ვერ ვიყოს ის მირჩევნია რა ვიდრე ძალიან სიცხე დაგაკავეს და ოთახში ყოველთვის ეს ქონდა და გირავ რო გადავიხადე სხვათა შორის მაშინ ხუმრობდი რომ ჯობია მე კი ზამთრისკენ გადავწიო პატიმრობა რა. ნუ სიცხეში არ მომიწიო საპატიმროში ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ავიღე. თელი ზაფხული გაატარეთ აი ზუსტად ივნისში და გირავ რატო გადაიხადეთ? იმიტომ რომ თქვენ რაღაცნაირად საზოგადოების რაღაცა ნაწილს მაშინ დარჩა მაინც შთაბეჭდილება, რომ აი გირავ გადაიხადეთ, რაღაცა ტიპის თანამშრომლობაში შეიძლება ჩაითვალა, მაგრამ შემდეგ მაინც ვერაც. ყველას თავის პოზიცია აქვს, სხვა პოზიცია აირჩიეს, უბრალოდ იყო მაშინ, რომ აი გირავ გადაიხადეს თავის ფეხით. მე ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკოსმა, არ ვიცი, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრება, ისე თუ გაინტერესებთ, რომ არ ვიცი, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ მოწყდეს ბრძოლის ველს პოლიტიკურ სივრცეს, მაგრამ მაინც მაშინ მახსოვს პროპაგანდა ამბობდა, რომ ვითომ ჩვენი ფეხით მივდივართ ციხეში რა და არა მარტო პროპაგანდა, თქვენი არა და ჩემთვისაც მე ძალიან ცალსახად ვამბობ დღესაც, რომ ხვალაც და ახლაც გირაოს ქვეშ ვარ სხვათა შორის გადავიხადე კлау უზრუნველყოფა გავაკეთე კონებით და მაშინაც იგივე გავაკეთე და ფიქრობ რომ ჩემი მიზანია რომ თავისუფლებაზე ვიყო და ბრძოლაში ვიყო იმიტომ რომ საპატიმრომაც მაჩვენა სხვა შორის პირველი 2 თვე აქტიური ვიყავი სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი ხოლმე ჩემს პოზიციებს და მაგრამ მე ბოლო 5 თვე შევეშვი, იმიტომ რომ ძალიან რთულია საპატიმროდან იყო ნაწილი, იმიტომ რომ რაღაცა მე მოწყვეტა ხდება რეალობას. ახლა მხოლოდ ტელევიზიით გაქვს კონტაქტი, ვერ ესაუბრები ადამიანებს, სამარტო საკანში ხარ, შეიძლება ვერ აღიქვავ რეალობას ისე როგორც საჭიროა და უფრო სხვა მიმართულებით გადავერთვე, კითხვა, წერა, თვითრეფლექსია, ფიქრი, ვიცი ამისი დრო ნამდვილად იყო, როცა მარტო ხარ საკანში, მით უმეტეს გარესამყაროსგან მოწყვეტილი არავის არ ეკონტაქტები და რამეს განსაკუთრებულ ლიტერატურას კითხულობდით, მხატვრულს, უფრო დოკუმენტურს, რით? რამდენიმე ნაწილად. აი ამ 7 თვის განმავლობაში საპატიმროში ჩემი რუტინა მქონდა აწყობილი, დილით 7 საათზე ვიღვიძებდი. სადაც რის ნახევარზე 8-ზე შემოვლა, როცა ამოწმებენ ყოველ დღე ოთახს. მარტო იყავით? მარტო სამარტო საკანში. შემდეგ ესე მქონდა რომ 8-დანაც საათამდე კითხვის დრო მქონდა. შემდგომ 10 საათზე რაღაც საინფორმაციო შევხედავდი რა ხდება. ტელევიზორი იყო, თავიდან რამდენიმე დღე არ იყო, მე ასე ვთქვათ, შევიძინე ტელევიზორი. პირველ საჩვენებ და გიყურებდით. გიყურებდით საპატიმროდან. მე წერა არის ყველაზე კარგი, იმიტომ რომ კითხვის დროს ფიქრები გაგირბის. და მქონია შემთხვევა, რომ შეიძლება 100 გვერდი წამიკითხა და მე მივხვდი, რომ არაფერი არ დამრჩა თავში რა. და იმიტომ რომ კონცენტრაცია გიჭირს და აი წერის დროს ძალიან კარგ კონცენტრაციას აკეთებ რა. და წერილებს წერდი, შემდგომ ერთ წიგნის მონახაზიც გავაკეთე, ჩემი ასე ვთქვათ მოსაზრებები, იდეები, სხვა რეფორმები, როგორ ხედავს საქართველოს. შეიძლება ვიხილოთ წიგნი თქვენი ავტორები. კი, სხვა რო გამოვედი ვერ გავაგზელე, მაგრამ პრინციპში მონახაზი გაკეთებული მაქვს, ძირითადი ასე ვთქვათ შინაარსი აგებული მაქვს. და აუცილებლად გამოვცემ ამ წიგნს. რა იქნება ამ წიგნში? ეს არის საქართველოს პერსპექტივებზე ახალი თაობის რეფორმები, როგორ უყურებ, აი ხელოვნური ინტელექტი რა როლს ითამაშებს ქვეყნების განვითარებაში, მაგრამ საქართველოს უკავშირდება, რა თქმა უნდა, რა გავიარეთ, რა არის ის დიდი იდეა, რომელმაც შეიძლება ერი გააერთიანოს, ისტორიული გამოცდილებები, სად დავმარცხდით, არა მარტო თანამედროვე საქართველოში, არამედ წარსულშიც, რა იყო ამის რეალური მიზეზი. ლიტერატურას ასაც ვკითხულობდი ასევე რა, იყო სხვა ქვეყნების გამოცდილება, გაყოფილი მქონდა სხვა ქვეყნების გამოცდილება, ტექნოლოგიები, რომელიც ჩემთვის თავარი საზრდოა, ასე ვთქვათ, განვითარების. ძირითადად დოკუმენტურ ლიტერატურას. მხატვრულსაც ვკითხულობდი, მხატვრულ ლიტერატურასაც ვკითხულობდი, უნდა ვთქვა, რომ ციხეში ბიბლიოთეკა არის და იქაც ვიწერებოდი ხოლმე და არაერთი კარგი წიგნი ხანდახან შემთხვევით ამორჩეული კარგი წიგნები მივიღე ხოლმე.
მხატვრულ ლიტერატურასაც ყოფთი რაღაცა დეტექტივები, უფრო ისტორიული ჟანრი, ასე შემდეგ, რომ ამეწყო არის ძირითადი და კითხვა, წერა, მაგრამ აი მართლა ვიტყვი რომ წერის დროს უფრო კონცენტრირებული ხარ და აი მართლა ტვინი ითიშება რაღაცნაირად. აი კითხვას აქვს ის მინუსი რომ კითხულობ და სადღაც შეიძლება მე ფიქრები გაგექცეს. წერის დროს ფიქრები არ გაგიქვეყნებს. ხო, და გარასამყაროსთან რა ტიპის შეხება აქვს პატიმრები? მარტო ხარ ხშირად მეკითხებიან რომ აი სხვა პატიმრებთან კონტაქტი გქონდა, არა გაქვს სხვა პატიმრებთან კონტაქტი. არც პოლიტიკოსებთან? რა თქმა უნდა არავისთან, ანუ რეჟიმია ესეთი ამ საპატიმროში რომ გარეთ რო გამოდიხარ ორი ადამიანი მეთვალყურე გამოყვება და არ შეიძლება რომ ორ პატიმარ შორის შემხებლობა იყოს რაიმე და ხარ შეერნობის დროს შეერნობა არის 1 საათი დღეში ვერ ხედავ ეს არის ცალკე გამოყოფილი შედარებით დიდი ზომის ოთახი ნახევრად ღია ჭერი, აი ფილმებში რო გვინახავს დაახლოებით ეს არ არის ხა შეერნობა რომ გამოხოდი და ლანდშაფტს გახედე ან რაღაცა ფებსა გაინავარდე და ამ 1 საათს ყოველდღე ვიყენებდი ვარჯიშისთვის. მე არც ერთი დღე არ ჩამიგდია, ვარჯიშობდი რომ ფიზიკურად მხნედ ყოფილიყავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ნაკლებს ჭამდით და იკვებებოდი. კი, ვიკვებებოდი ნაკლებს 25 კილო. ასეთი ის კონდა ჩემთვის რომ არა გითხარი. ნუ რაღაც ვარჯიშის შემდეგ აღარ ჭამდი, ეს ერთი, მეორე რომ პერიოდულად ვაკეთებდი შიმშილობის დღეებსაც, ხან ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი შიმშილობა. ცოტა ესე ვთქვათ, ხელოვნურ სტრესებს ვიქმნიდი, რომ გონება გადამერთო რა. და ის იყო ეს სტრესული. ეს ფრაზა, აი ნახეთ, რამდენი ადამიანი დააკავეს, ხო? დააკავეს, არ ვიცი, მათ შორის ისეთი გივით ალგამაძე, ირაკლი ოქროაშვილი, ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, უამრავი ნიკა, ორივე გიორგი ვაშაძე არ წარმოგიგვიდგენია ციხეში. ბევრის გამსმენია. ადრი ჯაფარიძე, აი იყო ჩემთვის აი ისეთი შოკის მომგვრალი, მამუკა ხაზარაძე, ასევე აი რაღაც მაინც აი ეს რაღაც ციხეში ეს ორი ადამიანი ასევე იყო რაღაცნაირად რო ვერ აკავშირებ ამ ადამიანებს საპატიმროსთან. გიორგი ვაშაძეზე რაც კი ყველაზე ხშირად მომისმენია, რომ აი ვაშაძეს რა უნდა იქ და ვაშაძე იქ ვერ გაძლებს და აი რაღაცა აი ესეთი ფრაზები ზოგადად ხო მეც ბევრი ადამიანი არ ვიცი შეიძლება იმიჯის გამომდინარე არ ვიცი რატომ რომ გამოვედი ბევრმა ადამიანმა მითხრა იგივე რომ აი ყველაზე წარმოგვედგინა მაგრამ შენზე არ წარმოგვედგინა და თქვენ თავად თუ წარმოგედგინოთ მეც პირველი ორი კვირა სიმართლე ვთქვათ კითხვას უსვავდი ჩემ თავს რომ აქ როგორ აღმოჩნდი მეთქი რა ახლა გირაოს შემდეგ ხო არა გირაოს შემდეგ არა უბრალოდ ცხოვრების მანძილზე მაგრამ ყველაფერს აკეთებდი თუ ეს არ მომხდარიყო გიორგი ყოველთვის ისევ ცხოვრობდი ვიკა რომ მე ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე ვყოფილ ვარ აი დიდი ხელშეკრულებები გამიფორმებია და ყოველთვის კანონის შესაბამისობა არაფერი დარღვევა არ იყოს ჩემს თანამშრომლებს ყოველთვის ვთხოვდი რომ 10 ჯერ ნახეთ რომ არაფერი შეგვეშალოს ბევრი შემოწმება შემოსულა და იოტის ოდენა დარღვევა არ უპოვიათ ამდენი იუსტიციის სახლი ავაშენეთ საღაზე 9 მილიარდის კონტრაქტებზე მაქვს ხელი მოწერილი მხოლოდ ხო და არც ერთი მოდავება არ ყოფილა არასდროს ხელისუფლება რო შეიცვალა ბევრჯერ შეამოწმეს და არაფერი არ ყოფილა და მთელი ცხოვრება კანონის შესაბამისად ცხოვრობდი და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩნდებოდი ხო თან ახლა წარმოვიდგინეთ რომ იმასაც ფიქრობ რომ როდესაც საპატიმროში ხარ რომ არაფერი დაგიშავებია და ემიტო ხარ და მე იმასაც ფიქრობ რომ ამდენი მარტო საქართველოს ხო არა ეს ამდენი საერთაშორისო კონტაქტი მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან ძალიან ბევრ ქვეყნის პრეზიდენტს ვიცნობ და არ წარმოგიდგენიათ რომ იქ ხარ აი ამ ყველაფერს არა ხო და ნუ ახლა მე თვითონაც ჩემთვისაც რთული იყო თუმცა ზოგადად ფსიქოლოგიურად მენტალურად მე ფსიქოლოგიურად ვარ ძალიან ასე ვთქვათ ოპტიმისტი და პოზიტივზე ორიენტირებული ადამიანი. როგორც კი მყისიერად ამ გარემოში აღმოჩნდი, შევცვალე ჩემი მიდგომა, მივიღე ეს როგორც ასე ვთქვათ რეალობა და ამ რეალობაში ავაწყე ასე ვთქვათ ჩემი თავი, ხო? და შევეცადე რომ ეს პერიოდი შევეცადე რომ გამომეყენებინა თავიდანვე ეს თქვი რომ მოდი გამოვიყენო იმისთვის, რომ რაც გამოვტოვე, რაც მინდა რომ თვითრეფლექსიისთვის, ბევრი წიგნი მქონდა, რომელიც მინდოდა წამეკითხა და დრო არ მქონდა და
უნდა ის წიგნები წავიკითხე, ბევრი ინფორმაციას აი ჩემებს ახლა სულ წერდი იქედა რომ ეს წიგნი გამომიგზავნეთ, ის წიგნი გამომიგზავნეთ, ეს ლიტერატურა შემომიგზავნეთ, ჩემი ძმა და ჩემი მეუღლე ხუმრობდნენ რომ იმდენ დავალებებს გიგზავნია საპატიმრო და რომ ხუმრობით გიორგი, მაინტერესებს ეს საერთოდ რა არის? ერთია პატიმრობა და კიდე უკანონო პატიმრობა, რომ აი ხა ჩვენ ძალიან ბევრი უკანონოდ უსამართლოდ დაკავებული ადამიანი გვეყურებს, ვინც კი არ ვიცი. სოლიდარობა ყველას და პატივისცემა ყველას. და რა არის საერთოდ ეს ბრაზია, რაც შიგნით არა, სხვათა შორის აი არ ვიცი, მე წავიკითხე რომ პატიმრობას ყველა სხვადასხვაგვარად ასრულებს, მაგრამ მე იოტისო დედნაშურიზების გზნობით არ დამიტოვებია საპატიმრო დაწესებულებას. არ გაქვთ ახლა? არა მაქვს, იმიტომ რომ მაგალითად ღარიბაშვილი რო არის დაკავებული, გაქვთ ეს აი მე მაგალითად გეტყვი გულახდილად, რომ საერთოდ არ მგრის სიამოვნებას მათ შორის ჩემი, არ ვიცი, იმ ადამიანების დაკავებაც, ვინც ზუსტად ვიცი შეიძლება იმსახურებდეს, მაგრამ არ არის ჩემთვის, თუ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს ქვეყანაში, უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ კონკრეტულად ახლა ღარიბაშვილი იჯდეს ციხეში, ეს ჩემთვის მიუღებელია. ეს პოლიტიკურია თქვენთვის? სამართლიანმა სასამართლომ, სანამ არ იქნება ამ ქვეყანაში ყველა აბსოლუტურად გასამართლებული ადამიანი უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა რომ ციხეში იჯდეს, არის პოლიტიკური პატიმარი. მე არ ვიცი და მეც ბევრჯერ წამეყენებია პრეტენზია კორუფციაზე, ბევრ პრობლემაზე, რომელიც იყო, მაგრამ ჩემი ამოცანა ის კი არ არის, რომ მე მინდა და ვინმე ციხეში იჯდეს. არამედ ჩემი ამოცანა არის, რომ და ჩვენი ამოცანა არის, რომ სამართლიანი სასამართლო იყოს. სამართლიანობა რა არის? ეს არის პროცესი, სადაც ინსტიტუციებმა და პროცედურებმა უნდა განსაზღვროს ადამიანის დანაშაული ან უდანაშაულობა. ამიტომ სამართლიანობას ეძახიან პროცედურულ სამართლიანობას უფრო. და მე ეს ვერ დავინახე, არც მათ საქმეში ვერ დავინახე. კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უდანაშაულოები არის. მაგრამ ეს არ არის სამართლიანი. მოტივი არასწორია და ყველა ადამიანთან მიმართებით. უბრალოდ იმიტომ, რომ ის უნდა იჯდეს ციხეში, ეს ჩემთვის არ არის ამ სიამოვნებას მე ეს არ მომიჭერს. გიორგი, და არც იმიტომ, რომ მე საპატიმრო გამოვიარე. მე ესეთი ადამიანი ვარ. მე ეს მინდა, ასეთი საქართველო მინდა. საქართველო მინდა, სადაც კანონი კანონობს, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სადაც მე ყველა შეუძლია თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. და თუ ის დამნაშავეა, მე ვენდობოდე სასამართლო გადაწყვეტილებას და მივიღო ეს როგორც სამართლიანი გადაწყვეტილება. გიორგი, დრო სწრაფად გადის ციხეში? არა, ნელა გადის. ნელა გადის, დრო ნელა გადის. ერთი და იგივე ყოველ დღე. არ ვიცი, ხასიათსაც გააჩნია. ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე მე ძალიან აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. ოჯახიც ძალიან ისეთი სტუმრიანი ოჯახი გვაქვს, სულ მეგობრები მოდიან, მეც სულ ყოველ კვირაში, ყოველ მეორე კვირაში უცხოეთში მიწევდა სიარული, სხვადასხვა ქვეყნებში უამრავ პროექტში, უამრავ ადამიანთან შეხება, საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს ყოველთვის მე უდიდეს ენერგიას მანიჭებდა და უცებ ხარ იზოლაციაში და მარტო და ეს დრო ნამდვილად ნელა გადის რა. ახლა 7 თვეს ისე უყურებთ, გარედან უფრო მარტივად ჩანს და გრძელია. ახლა მე წარმოვიდგენია, რომ ადამიანები უკვე ახლა მზეამაღლობელი წელიწადი და რა ვიცი, 3 თვეა უკვე რომ საპატიმრო დაწესებულებაში აბსოლუტურად უსამართლოდ იმყოფება, ხო? რომ წარმოვიდგენე ამ რეალობას, ხო? ეს შეუძლებელია უბრალოდ რისთვის ამ ადამიანმა ელენესთან დაკავშირებით საერთოდ, ხო? ახლა წელიწადი და 6 თვე მიუსაჯეს რაზე? ხო, აი, ეს ხო უსამართლოა. მაგრამ ამ უსამართლოება მართლა ყველას მიაკითხა. ეხლა პაატა მანჯგალაძეზე, აგერ სახალხო დამცველმა გააკეთა, დასკვნა და დადგინდა, რომ ხო, ეს ხო დადგენილია, რომ უსამართლოა მისი პატიმრობა რა. და ის ციხეში იმყოფება. აბსოლუტურად. სხვა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა პაატაზე მივიღეს იმას. ჩემზე მეტი პატიმრისა განვიცადე პაატას საქმე, იმიტომ რომ დაკავებული, როცა ალბათ გაიგებდით პაატა მანჯგალაძის დაკავებას, თქვენი თანამოაზრე, თქვენი თანაპარტიელი და თქვენი მეგობარი დარწმუნებული ვარ, გაქვთ რაღაცა ემოციური კავშირი მასთან. პაატა იყო ჩემთვის კონტაქტი პოლიტიკურ გარესამყაროსთანაც. ანუ მე რო საპატიმროში ვიყავი, ხო? პაატას მეშვეობით, ასე ვთქვათ, ვიღებდი ინფორმაციას ფაქტობრივად რა ხდებოდა გარეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი მეგობარია, მისი ოჯახი ჩემი მეგობარია და
აი მართლა ჩემი პატიმრობა ესე არ განმიცდია, როგორც პაატას დაკავება განვიცადე რა, რაღაცნაირად ეხლა გააქვთ კონტაქტი სატელეფონო სადა გვაქვს, ახლა იმას არ აქვს და უფლება წერილობითი კონტაქტი გვაქვს და ესე სიტყვიერი მიმოსვლა რა და ძალიან განვიცადე ადამიანურადაც განვიცადე თან რო იცი რომ აბსოლუტურად არაფერ შუაშია ადამიანი და უცებ განუსაზღვრელი ვადით არ იცი რამდენი ხნით საპატიმროში განათავსეს ხო აი მართლა ყველაზე რთული დღეები ჩემთვის იყო ეგ დღეები ჩემი 15 წლიანი პატიმრობა რო გამომიცხადეს საპატიმროში იმაზე არ მინერვიულია ეგრე როგორც ამ საქმებს და არა მარტო პაატაზე სხვებზეც რომ ყოველდღე რო აცხადო კიდე 10 კაცი დააკავს კიდე 10 ძალიან ძიმეა ამის მოსმენა როცა საპატიმროში ხარ რა მაგრამ მეორე მხრივ ერთ რამეს ხვდები ადამიანი რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ახარ ხვდით ანუ ამ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ ყველას ერთმანეთი გვეიმედება მე მინდა რომ ყველა პატიმარს ვეიმედებოდე მე ვინც ახლა არის საპატიმროში იმიტომ რომ ერთი წამით არ შევწყვეტ ბრძოლას სანამ ყველა თავისუფალი არ იქნება სანამ სამართლიანობას არ აღვადგენთ ქვეყანაში იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რას განიცდიან ისინი და რას განიცდიან მათი ოჯახის წევრები კი ბატონო რაღაცნაირად მინდა რომ ისეთ თემებს შევეხოთ რაზეც არ ქონიათ საუბარი და იქიდან რას უყურებს პოლიტიკოსი, პატიმარი, როცა რთავს ტელევიზორს, როცა არ აქვს სოციალური ქსელები, თუმცა თქვენ Facebook-ი არ გაქვთ. არა, სოციალური ქსელი ინტერნეტი არ გვაქვს. ზოგი მეკითხება რომ ინტერნეტი არ გქონდა, შეიძლება ეს მოხდეს. ციხეში არის მაღაზია. ილი არ არის თითქოს, ისეთი ძალიან სოციალური ადამიანი ხარ და Facebook-ის გარშემო. თუმცა იქაც სოციალიზაციას განვიცდიდი, ანუ ამ წიგნებით და სიზმრებით, სხვათა შორის ყოველდღე სიზმრები ცალკე ამბავია ციხეში რა არ ვიცი სხვებს თუ აქვს მაგრამ ერთხელ ექიმთან გავედი რომ მეთქი წამალი არ არის რომ სიზმრები აღარ ვნახოთ არ გინდოდათ გენ ანუ ხანდახან გააჩნია სხვა შორის სიზმრებით როგორ არის იცით ფიქრი სიზმარი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ამ სიზმარში როცა ოჯახთან ერთად ხარ ძალიან სიამოვნებს ეს სიზმარი მაგრამ მე არის რაღაც სიზმრები სადაც სულ რაღაცა იქაც იბრძვი სულ რაღაც ებრძვი რაღაცა გამოსავალს ნახულობ და ხო კოშმარი არა აი მეშვება არ არის ასე მithქვამს რომ იქნებ რამე წამალი იყოს მეთქი რომ არ არსებობს ეგეთი წამალი მაგრამ სიზმარში მალე როგორც სიზმრების წინააღმდეგ და ბახუსის წინააღმდეგ ხო არა იქ არ დაგჭირდებოდა იქ ბახუსი არ დაგჭირდებია ნამდვილად სხვა შორის სიზმრები უფრო დაგაინტერესებთ იმიტომ რომ ტელევიზორზე მეტად იმიტომ რომ სიზმრებში და ყველაზე მეტად ჩემს მეუღლეს ვნახულობდი რა კეთი ძალიან მიყვარს ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ოჯახზე მაგრამ ეხა სანამ ვისაუბრებთ ოჯახზე ძალიან მაინტერესებს ეს თემაც, მაგრამ იქიდან რას უყურებს პატიმარი, როცა რთავს ტელევიზორს? ეს საერთოდ მაგალითად ოქტომბერი იყო, მაგალითად იყო სხვადასხვა პოლიტიკური პერიპეტიები, საერთოდ ჩვენ როგორ ჩანვართ? აი ხა სხვათა შორის ერთ-ერთმა ნიკა გვარამია მითხრა რომ ძალიან სევდიანი მეჩვენებიო და ეს რა არისო რა უბედურება არისო რაღაც და ცოტა დამაკომპლექსა რომ მე ხო სევდიანი არ ვიცი მაგრამ მე მეგეჭვით რომ აურა არის ჟურნალისტები არა მოდის ესე ზოგადად ტელევიზორიდან მოდის ძალიან ნეგატიური აურა რა პირდაპირ ვიტყვი იმიტომ რომ ფონია ნეგატიური ქვეყანაში რა ეს ნეგატიური ანუ როცა ასე უყურებ ტელევიზორს ხო ანუ კრიტიკულ მედიას არა ზოგადად არა კრიტიკულ მედიას არ ვამბობ რა ნახეთ ეს სიძულვილის ენა რომელსაც ყოველდღე უსმენ ოცნების მხრიდან ხო ძალიან დამამძიმებელია ეს მუდმივი რაღაცა კრიჭაშეკრული საუბარი ეს რაღაცა სულ ტყუილები სულ ეს რაღაცა სიძულვილი ეს წაკიდება ადამიანების ერთმანეთზე და რაღაცა უფრო აანალიზებ რომ ყველაფერი გამიზნულია იმისთვის რომ ვინმეს წაეკიდოს რაღაცა განხეთქილება შეიტანო კონკრეტულ ჯგუფებს შორის მე ეს უკომპრომისობა ერთმანეთთან მოსმენის კულტურის არ ქონა მიხვდით აი ეს ბევრი რამე მოდის მაგრამ მეორე მხრივ მედია რა თქმა უნდა კი იყო ყველაფერი და უყურებდი ნამდვილად უყურებდი რომ კარგად გამეგო კიდე უფრო როგორ მუშაობს ეს პროპაგანდა იმიტომ რომ გარეთ რო ვარ ტელევიზორს ნაკლებად უყურებთ რა უკვე და უფრო ნაკლებად მეორე მხრივ მოდიოდა საკმაოდ სერიოზული პოზიტივი იმ ადამიანებისგან ვინც ბრძოლას არ წყვეტდა და ყოველი დღე რუსთაველზე შეკრების იყო საოცარი ენერგეტიკა ჩემთვის რომ საპატიმროში ვიყავი ყოველ საღამოს ველოდები
მოვდებოდი 8 საათს, ჩაერთვებოდა თუ არა პირდაპირ ეთერი და შეიკრიბებოდა თუ არა ხალხი რუსთაველზე. რაღაცა ეს იყო ნიშნავ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ნაპერწკალი იმედის რა, რომელიც როცა ხარ საპატიმრო დაწესებულებაში რა. თუ ნებისმიერი დიდი აქცია, ნებისმიერი ხალხმრავლობა, ნებისმიერი მხარდამჭერი სიტყვა, ნებისმიერი ნახსენები შენი გვარი, ტელევიზიით, რა თქმა უნდა, იმას განიჭებს რა, რომ ძალას გაძლევს, ხო და ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ტელევიზიიდან, ძალიან სერიოზულ ძალას გმატებს და გაძლევს ეს ყველაფერი, ამ ბრძოლაში მარტო არ ახარ. მეთქვით არ მიგატოვეს. ეს არის რა და ამას გძნობდი. რა თქმა უნდა, აბა რა, გძნობდი და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა სულ ყველას აბსოლუტურად, ვინც აი ხაც რუსთაველი დამოვდივარ აქციაზე ვიყავი და ვინც ინარჩუნებს ამ კერას რა, იმიტომ რომ ღიად ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ სხვა პატიმრებისთვისაც ესე არის რაღაცა სიცოცხლის ელექსირივით არის საპატიმრო დაწესებულებაში ყველა ამ უსამართლოდ დაკავებული ადამიანისთვის ეს ყველაფერი. ყველა ის სიტყვა, ადამიანი, განცხადება, აბსოლუტურად ყველაფერი. მე გადართავ პროპაგანდისტულ მედიაზე და მოისმენ 1000 გვარ საშინელებას, ხო, შენზე, სხვაზე, გძაბავს, სტრესავს, ბატონო? რაზდებოდით? სულ მგონია, რომ პატიმრები თუ უყურებენ იმედს რაღაცა გამოხატავენ, არ ვიცი, რაღაც წარმომიდგენი, რომ კედელს ურახუნებენ ხელებს. არა, უფრო მინდა, ხო იცით, მიჩვეული რო ხარ, გინდა რომ ახსნა და აუხსნა საზოგადოებას ეს ტყუილია. ტელევიზია, ის ხალი რო ელაპარაკება ტელევიზიაზე, ამან მოკლა. იცი რა მაინტერესებს, გიორგი? ოჯახზე მინდა კითხო და თან რა კონტექსტში რა? ეს ხო არ არის გასაგებია, რომ როდესაც პოლიტიკოსი არის რაღაცა ტიპის ბრძოლაში იმას გააზრებული აქვს მით უმეტეს ავტოკრატიის პირობებში, რომ ის შეიძლება დააკავონ უსამართლოდ, გაუსწორდნენ მორალურად, ფიზიკურად, არ ვიცი, ყველაფერი გამოიყენენ, მაგრამ აი ოჯახს პრინციპში, როცა ოჯახი არის უკვე გაქვს პასუხისგებლობა ოჯახზე, ეს გაძლევს თუ არა საფუძველს იფიქრო, რომ რაღაც მომენტში ხوار ჯობია, რომ გავჩერდე, არ ვიცი, რაღაც მომენტში ხوار ჯობია, რომ გადავხედო ამ ყველაფერს. ადამიანები ვართ და ყველაფერზე მიფიქრია, რა თქმა უნდა. ყველაფერზე მიფიქრია. პირველ რიგში ნამდვილად ძალიან განიცადა ჩემმა ოჯახმა, განსაკუთრებით ჩემო მეუღლემ ქეთიმ. მახსოვს პირველ შეხვედრაზე ქეთის მოკითხვა აქედან ჩემგან. პირველ შეხვედრაზე რომ შემოვიდა, რომ ვესაუბრებოდი, მივხვდი, რომ არაფერი არ ესმოდა რა, ანუ ვერ აღიქვა ემანზე, ხო, ან ტელეფონით საუბრობ შუშის ბარიერით და მივხვდი, რომ ვერ აღიქვავდა, რასაც ვეუბნეო და მე გზელი წერილი მივწერე რა და უთხარი, რომ უნდა გამხნევდე, გამაგრდე, მე კარგად დავარ, მართლა მივხვდი, რომ მე გაცილებით უკეთესად ვიყავი, ვიდრე ქეთი, კი, იმიტომ რომ ძალიან განიცადა ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და სულ ერთად ვართ, სულ უცხოეთშიც რომ მივდივარ, იქაც ერთად ვართ, სადაც ყოფილვარ, ფაქტობრივად რაც ცოლკმა, რაც ოჯახი შევქმენით, სულ ერთად ვართ რა და მეც ყველაზე მეტად ღიად ვიტყვი, რომ ქეთი მენატრებოდა რა. იმასაც ვიტყვი, ბავშვებზე მეტად ქეთი მენატრებოდა რაღაც კარგად. ერთხელ რომ შემოვიდა, იმასაც ხუმრობდი, რომ ნეტა მეთქე ხეშენ წაიყოდა ერთად და თვითონ მითხრა, რომ ხო უფრო ნაკლებად გაგვიჭირდებოდა რა, რაღაცა ისეთი, ნუ ხა ეს ხუმრობით რა, მაგრამ და მე ძალიან ამნერვიულდი რა, ამან ძალიან ამანერვიულა და ქეთის მეგობრებს მივწერე, რომ მეთქი განსაკუთრებით ყურადღება მიაქცია და მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ქეთის მეგობრებს, ჩემ მეგობრებს, რომ ეს მარტოობა არ უგძვნია ჩემ ოჯახს. ძალიან ბევრი მეგობარი, რომელიც საქართველოსდან უცხოეთიდან ყოველ წერდა, რომ ამან და ამერიკა იმან მომიკითხა ძალიან ბევრი და ძალიან დიდი სამეგობრო მომყავს მე და მე მინდა ამ ეთერით მათ ყველას მადლობა უთხრა ყურადღებისთვის, წერილებს წერდნენ, სრუნავდნენ, მოდიოდნენ ციხესთან. ხა თითქოს კი არაფერი, ხა მე ხო ვერ შემხვდებოდნენ, მაგრამ რაღაც თავის მხარდაჭერას გამოხატავდნენ რა ჩემი ბავშვობის მეგობრები რა და გოგონები, კაცები, ბიჭები, ესენი უცხოეთიდან მომდიოდა წერილები, უკრაინიდან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, ამერიკაში, სხვადასხვა ქვეყნებიდან ქეთის ურეკავდნენ, ამხნევებდნენ, ქეთის მე ვწერდი, რომ იქნებ მეთქი წახვიდე საზღვარგარეთ, სადმე 2-3 დღე დაისვენე, ცოტა გადააყოლე, რაღაცა ვერ გადიოდა, ნუ მოკლედ მთელი ის იყო, ხო? და რო გამოვედი სიმართლე რო გითხრათ საპატიმრო და მე კიდე უფრო აღვიქვი, რამდენად რთული იყო ოჯახისთვის ეს ყველაფერი რა, მაგრამ ასევე დედაჩემისთვის რა, დედაჩემისთვისაც ძალიან რთული იყო ამის ახმა
და მე მამაჩემზე აუცილებლად ვისაუბრებ, რომ მამაჩემი რო სოცხალი ყოფილიყო ყველა ბაგას ამოსო შეიძლება ძალიან გაჭირვებოდა რომ გადაეტანა ისეთი პიროვნება იყო. მამაჩე ემოციურად ხო ძალიან კეთილშობილი ადამიანი ამას ვერ წარმოიდგინდა ხა რომ მისი შვილი შეიძლება საპატიმროში მოხვედრე იყო ჩვენ სხვანაირი ოჯახი გვაქვს სხვანაირი ტრადიციების ძალიან ესეთი კულტურის რაღაცა მატარებელი კანონმორჩილი კანონის შესაბამისად ცხოვრება ასე გავიზარდები და მისთვის ხა ეს აბსოლუტურად კანონმორჩილი ხარ მით უფრო მეტი შანსია მოხვდეთ ციხეში ნუ ეს ხო ბედუკუმ მართლობაა პატიოსანი ხარ ასეთია ვანდალი რეჟიმი მართლობაა და ეს არ არის ნორმალური ცხოვრება და ეს ბედუკუმ მართლობა უნდა შევცვალოთ ხო მე არ მინდა რომ კიდე ერთხელ აქ თქვენთანაც მინდა გავიმეორო რომ ჩვენს მიერ განცდილი უსამართლობით ნამდვილად მინდა რომ უსამართლობები დასრულდეს ამ ქვეყანაში არა იოტის ოდენე შურისძიების გრძნობა არ მაქვს მინდა რომ უბრალოდ უსამართლობა არ იგრძნოს არავინ მარტო პატიმრობით არ არის ეს უსამართლობა ვიღაცა სახლი ენგრევა და არავინ ყურადღებას არ აქცევს ვიღაცა სამსახურიდან უშვებენ და არავის არ აინტერესებს მისი ბედი ხო უბრალოდ იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აქვს და სხვაგვარად ფიქრობს ხო ვიღაცას ავიც უამრავ პრობლემა მშობლები დგანან და იხვეწებიან რომ იშვიათე შენც არაერთ კამპანიაში იყავი ჩართული რომ მძიმე და მკურნალობა სჭირდება ძვირადღირებული ბავშვს და რა მიდის ჯანდაცვის სამინისტროდან და იხვეწება რომ რაღაცა თანხა მომეცი ხო ეს ხო უსამართლოა და ევროკავშირიც ხო ამიტომ მინდა რომ ევროკავშირში ასეთი დაუცველი არავინ არ არის რა არ არსებობს ეხლა რომ ევროკავშირში ვინმეს დაჭირდეს აქციის მოწყობა რომ წამალი შეუძინოს სახელმწიფომ ძვირადღირებული აბა სახელმწიფო თუ ერთმანეთს გვერდში არ დაუდეკით რისთვის ვჭირდება ხო და ამ ოჯახს რო დაუბრუნდე ხო ბავშვებმა ძალიან კარგად აი ბავშვებმა ესე დიდები არიან ხა 10 13 წლის და 14 წლის არიან და რაღაცა იცით რა არის ეს ყველაფერი რაღაც თითქოს გააზრებულიც იყო ჩემი ოჯახსა მე ვიცოდი რომ დამაპატიმრებდნენ ხო რამდენიმე ზურა რო დააპატიმრეს ჯაფარიძე მის მერე ვიცოდი რომ მეც მომიწევდა საპატიმრო დაწესებულება და შემომზადე ოჯახი და ისეც ხა ჩემო შვილებმა პატარები არიან ჩემო მეუღლემაც ჩემო ოჯახმა იცის რა ბრძოლაში ვარ ხო მათ იციან რომ არაერთხელ და ამაზე ბევრჯერ მქონია ოჯახში განხილვა რომ უარი მithქვამს ბევრ რამეზე სხვა ქვეყანაში იმ საქმისთვის რასაც ვაკეთებ იმიტომ რომ ჯერა და მწამს რომ რაღაც მისია გვაქვს ჩვენს თაობას რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ და ამაზე უარს ვერ ვიტყვი. მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა სკოლებს სადაც ჩემი შვილები სწავლობენ, მათ კლასელებს, პედაგოგებს, იმიტომ რომ საოცრად კარგი გარემო ჰქონდათ, ერთი წამით არ უგზნიათ მათ, რომ ეხა საპატიმროშია მამაშენი და რაღაცა ციხეშია და ასე პირიქით ძალიან და მეუბნეოდნენ კიდეც რომ სოლიდარობა და ივანიშვილის პირობებში უკაცრავად ჭრები, მაგრამ ჩვენ ალბათ უნდა ავუხსნათ ყველას ჩვენ შვილებს და იმ ადამიანებს, აი ხა ელენე ხოშტარია გამახსენდა, როცა ამ კონტექსტში ბავშვები ახსენეთ და ესე იგი რითღია პროპაგანდა ლაპარაკობს, რომ თურმე ესე იგი მის შვილებს უნდა აუხსნას თურმე რაღაც და მისი შვილები დარწმუნებული ვარ ამაყობენ და ყველა იმ ბავშვით უკვე მით უმეტეს დიდები არიან და ყველას გააზრებული აქვს, რომ მართლაც არ ვიცი ის ადამიანები ვინც არიან ახლა პატიმრობაში სინდისის ტყვეებს გულისხმობ თუნდაც სრულიად ახალგაზრდა გოგო ბიჭებს ყველანი არიან ზუსტად იმიტომაც რომ არიან კანონმორჩილები კანონმორჩილება დღეს არის დასჯადი და ალბათ რა ვიცი მე ასე ავუხსნიდი ალბათ ჩემ შვილებს და არავინ არა ვარ მეც არ ვარ ამისგან გიორგი დაზღვეული უფრო მეც გეტყვი რომ ისეთი გარემოა რომ კანონმორჩილი რო ვარ მე ეს არის დღეს პრობლემა მე ერთ რამეს გეტყვი რომ მე მიხარია რომ არ დამჭირვებია ახსნა ჩემი შვილებისთვის ჩემი ოჯახისთვის რატო ხდება ეს ყველაფერი ნამდვილად არ დამჭირვებია და მე ვფიქრობ რომ საქართველოში ის მაინც არ არის დაკარგული რომ მორალურად ტყუან მართალი საზოგადოებამ ასე თუ ისე იცის და ნამდვილად არ დამჭირვებია ეს ახსნა ჩემ შვილებთან ერთ-ერთი რაც პირველივე წერილში ყო სამივეს მოვწერე ინდივიდუალურად ეს არის რომ ჩვენი ოჯახის მახასიათებელი არის სიკეთე და არც ერთ შემთხვევაში არც ერთს არ გაევლო გულში რაიმე ნეგატივი ან რაღაცა
ბოღმა, შურისძიების გრძნობა, იმიტომ რომ მე საპატიმროში ვარ. და ფიქრობ რომ მეც ასეთ ოჯახში გავიზარდე და ისინიც ასე იზრდებიან. ალბათ საპატიმროში ძალიან დიდი დროა და პერიოდია, თან მარტო იყავით საკანში, მარტო იყავით, რომ დაფიქრებული იყავით საკუთარ ცხოვრებაზე და საერთოდ ალბათ რაღაცა ესე წარმომიდგენია, რომ კადრებად რაღაც მიდის ეს ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები. გიტივტივდება სხვადასხვა კადრები შენი ცხოვრების. რა იყო ეს კადრები? ბავშვობიდან იყო. ბავშვობიდან, სტუდენტობიდანაც შემდეგ პერიოდში ახლა წერენ კითხვა დამისვი, რომ შეცდომებზე თუ ვიფიქრებ, კი ნამდვილად თვითრეფლექსიისთვის გამოვიყენე ასე ვთქვათ ეს დრო და აი ნახეთ რაღაც მომენტში ბოლო წლების ჩემი თავი ბოლომდე არ მომეწონა რა ესეთ რაღაცას ვიტყვი რა რომ რაღაც გავხდი როგორც ჩანს ბოლო წლებში ძალიან ავყევი ამ სიძულვილის ენას რაღაც მომენტში და მე ვფიქრობ ეს სერიოზული შეცდომაა ჩემი მხრიდან ეს მე არ ვარ ხო და რაღაცა გადავედი რაღაც მეც ძალიან აგრესიული გავხდი მე ვხვდით შეიძლება გარემოებების ბრალია სტრესების ბრალია ასე შემდეგ და მე გამახსენდა შარშან აღდგომას ვიყავი სასაფლაოზე ტრადიციულად სოფელში ყოველთვის მივდივარ და კიათურაში და დედაჩემის ისა ბიძაშვილი იჯდა რა და ესე ძიებს ხედავთ საუბრობთ რაღაცა და უცებ მომიბრუნდა აუ გიორგიო რაღაცა ისეო რაღაცა სხვანაირი ხარო აქ რო საუბრობთო რაღაც ცოტა მეშინოდაო შენი და მე ვთხარი შენ მაინც მიცნო ბავშვობიდან და რანაირად გეშინოდა მე ვთქი ჩემი რანაირად მაგრამ ტელევიზორი ამ იმიჯს ქმნის რა და ჩვენც აი ეს დავინახე რომ ალბათ როცა ვერ ვაგებინებ ადამიანებს აი მე ასე ვიტყვი რომ მარტო სხვას არ ვადანაშაულებ იმაში რაც დღეს ხდება რაღაცაში ჩვენშიც არის შეცდომები და ის რომ მე ვერ გავაგებინე ადამიანებს გულწრფელად რა მინდა და რისთვის ვიბრძვი ეს არ არის მხოლოდ პროპაგანდის ბრალი ეს რაღაცაში მეც უშვებ შეცდომას და ჩემი აზრით ჩემი შეცდომები იყო მეტისმეტად აგრესიულობაში აყოლაში ამ სიძულვილის ენაში მიხვდით იმიტომ რომ მე ეს არ ვარ ეხა ბევრი ადამიანი მეუბნება რომ აი რაღაცა შეიცვალე რიტორიკა კი არ შევიცვალე შეცვლილი მეჩვენები არა ჩემ თავს დავუბრუნდი ანუ მე ხა სხვანაირად ვამ ჩემ თავს დავუბრუნდი რაც მე ვარ ეს ვარ მე ვიხდით არა ვარ ის რაღაცა აგრესიული რაღაცა ამ პარლამენტში პერიოდში რაღაცა ხელოვნურად აგრესიულ გარემოში გამყოფებენ ეს ფიზიკური ჩხუბი რა ფიზიკური ჩხუბი პოლიტიკა და საქმის კეთება სხვა არის და ფიზიკური ჩხუბი სხვა არის არ არის ამის ადგილი პარლამენტში და მეც ყოფილი ვარ ამის მონაწილე და მე ვფიქრობ რომ ეს შეცდომაა ჩემი მხრიდან ღიად ვამბობ რა და ამის თვითრეფლექსიის შესაძლებლობა და გააზრების შესაძლებლობა მქონდა და აღარ ვაპირებ რომ ეს შეცდომა დაუშვა და ნამდვილად იმ რწმენით გამოვედი რომ ბოროტებით ვერ დაამარცხებ რა რაც არის ქრისტიანული სარწმუნოების ფუნდამენტი რომ ბოროტება მხოლოდ შეიძლება კეთილი საქმით დაამარცხო ხომ სიძულვილს სიყვარულით უნდა უპასუხო შურისძიება არ უნდა გაივლო გულში იმიტომ რომ ეს შენ განგრევს შინაგანად ამით გამოვედი მე რასაც ამბობ მართლა ცხოვრებიდან ძალიან ბევრი რამ მახსენდებოდა რა და ზოგადად ჩემ ცხოვრებაში რადგან ესეთი ფორმატია გადაცემის კიდევ ერთხელ გავიარე ჩემი ცხოვრება და არის ადამიანები რომელსაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაზე რა მაგალითად ჩემი ბაბუა რა სერგო მოდებაძე ბავშვობაში ვეძახდით შვილიშვილები ბაბუაში ლექცია ესე ვეძახდით რაღაცა ესეთი ძალიან პატიოსანი აკადემიური ადამიანი ძალიან მოწესრიგებული კულტურული და მისი ცხოვრების 95 წელს გარდაიცვალა და ბოლო 3 წელი ერთად ცხოვრობდით რა ეხლა მაშინ მამა წამოვიდა თბილისში და ჩვენთან იყო ბაბუა რა და რაღაცა მასთან ერთად გავიზარდე ეს 3 წლის მანძილზე და ვფიქრობ რომ მისგან ვისწავლე აი ეს რაღაც შინაგანი წესრიგი შვილიშვილებსაც ესე გველაპარა არასდროს ხმამაღალი სიტყვა არ მომისმენია და როგორ ვესაუბრებოდა ესე შვილო გიორგი ეს როგორ შეიძლება აი ასეთ ოჯახში ვიზრდებოდი რა და რაღაცა განსაკუთრებულად მახსენდებოდა მისი სიტყვები რა რაღაცნაირად მომდიოდა ეს მისი სიტყვები მე მამაჩემი რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა COVID და ექიმი და მამაჩემისგან მისგან ბაბუისგან ეს ვისაა მამაჩემისგან დამახსა ამოგვიგრე მამაჩემი იყო ძალიან ისეთი ორგანიზატორი ადამიანი ძალიან პრინციპული ძალიან ვინც მას იცნობს ხო რაღაცა დღესაც ხდებიან უიშენ გუტასშვილი ხარ და ესეთი ადამიანი იყო და მახსენდებოდა სუაი მამაჩემის სიტყვები მაგალითად მახსენდებოდა როგორ დავყავდი ბავშვობაში მე გამახსენდა რომ
ძალიან დიდ პატივს სცემდა თავის მეგობრებს რა მამაჩემი და თან გარდაცვლილ მეგობრებსაც და ხშირად ყოფილა რომ ჩაუსვარ მანქანაში და სასაფლაოზე დავდიოდით მოუვლიდა დაასრულებდა გააკეთებდა რაღაცა ესეთი ადამიანი დაბადების დღეებს უხდიდა თავის გარდაცვლილ მეგობრებს და ჩვენ ძალიან სტუმრიანი ოჯახი გქონდა და ჩვენს ოჯახში ექიმების ოჯახში გავიზარდე რა და თქვენ როგორი მამა ხართ? მე ხო და მე დავინახე შეიძლება ეხა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ რაც გამოვედი საპატიმროდან ჩემს შვილებს იმიტომ რომ შეიძლება იმდენ ყურადღებას არ ვაქცევდი, რასაც შეიძლება მამაჩემი მაქცევდა ან იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ტემპში იყო ჩემი ცხოვრება რა, რაღაცა იქ წახვედი, წამოხვედი შუაღამით, დღე, ღამე, შაბათი, კვირა, სულ მუშაობ და ეხა ვცდილობ რომ შაბათი კვირა ოჯახს დაუთმო რა, ანუ შვილებთან ერთად გავატარო, საუბრობთ, ბევრს რასწავლობენ. არასდროს არ გინანიათ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყავით პოლიტიკაში, რომელმაც მაინც დააზიანა ხო თქვენი ცხოვრება. მე იცით რა არის, მე ვაკეთებ იმას, ეს ჩემი გააზრებული არჩევანია რა. მე ვარ 90-იანი წლების სკოლა სტუდენტობა გამოვლილი ადამიანი. და ხშირად დამისვავს კითხვა რომ რატო ვარ პოლიტიკაში, ხო? ზოგადად ეხლა მე უფრო საჯარო სამსახურისკენ ვიხრებოდი და ამიტომაც სახელმწიფო მართვაზე ჩავაბარე, ეს არის ჩემი პირველი სპეციალობა, სახელმწიფო სექტორის მენეჯმენტი. ოპოზიციაში თქვენ არ იყავით ოპოზიცია, ანუ თქვენ რო პოლიტიკაში შეხვედით. მე ოპოზიციაში შევედი პოლიტიკაში, 2012-ში შევედი მე პოლიტიკაში, 2012-მდე მე პოლიტიკაში არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში პროცესში მე ვიყავი საჯარო მოხელე, რომელმაც კონკურსით დაიწყე მუშაობა ჯუღურეთის საპასპორტოში და ეხაც მახსოვს პირველი დღე რომ მივედი აქ ჯუღურეთში, არც ვიცოდი ჯუღურეთის რაიონი სად იყო, რაღაც მიწისქვეშა ჯურმულში იყო საპასპორტო რიგები, სიბინძურე, არეულობა, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ხალხი რაღაცა პასპორტი მინდა არაძლევენ, ასე შემდეგ და იქიდან დავიწყეთ და მოვედით იუსტიციის სახლებამდე. სხვა შორის პირველად რომ დავიწყე მუშაობა, მინდოდა რომ ორ დღეში ხუთშაბათი დღე იყო რომ წარმადგინდეს რა და ორ შაბათს მინდოდა რომ თანამშრომლები მოვიდოდნენ, ცოტა განსხვავებული გარემო დახვედრო და ჩემ მეგობრებს დაურეკე რომ მოთხარი აგე სამსახურის უფროსად დამნიშნეს მეთქი რა და არ გინდათ გამოიაროთ, გაჩვენოთ სად ვარ, სად მუშაობ და მოვიდნენ რა და შაბათ კვირას უზარმაზარი კარტოთეკის კარადები იყო რა, მაშინ ეს ფორმა პირველები ეს არქივები სადაც იყო და ეს კარტოთეკის კარადები გადავალაგებინე რაღაცა და ხუმრობდნენ ჩემი მეგობრები რა არის ამუშავოთ მოგვიყვანე აქ, უბრალოდ მინდოდა რომ ორ შაბათს ცოტა სხვა გარემო დახვედრო და თანამშრომლებს რომ რაღაც შეიცვალა, ხო რაღაცა იცვლება, რაღაც სიახლისკენ და იქიდან დავიწყეთ არც კომპიუტერი, არც არაფერი, დავიწყეთ მივედით იუსტიციის სახლებამდე. ხო, ძალიან მოკლე ვადაში რა, სხვათა შორის არ არის ძელი ვადა ამ ხელა რეფორმებისთვის და მარტო ჩვენ სისტემაში და მაგრამ კითხვას რო დაუბრუნდე, ნახეთ, ისეთი ბავშვობა გამოვლილი რა, ერთი მხრივ ოჯახი, ექიმების ოჯახი, რომელსაც 90-იანი წლებში ამ მთელი турბულენციების დროს ძალიან გაუჭირდა. ხო, მე როგორც ხვდები ხმის პრობლემა შეიქმნა და ახლა შეუსწორებენ გიორგის ხმას, ტექნიკურად გაასწორებენ. და მოკლედ მე მგონია საინტერესო ფორმატში ვართ ახლა ჩვენ საინტერესოდ საუბრობთ და სხვათა შორის იუსტიციის სახლზე სულ მახსენდება არ შემიძლია რო არ ვთქვა მე და დედაჩემ რამდენჯერაც მოვხვდებით ხოლმე იუსტიციის სახლში აუცილებლად იტყვის რომ ეს ისე კაი გააკეთა იმ ბიჭმა და აქ გიორგი ვაშაძე იგულისხმება იმიტომ რომ მართლა ძალიან კომფორტია, თუმცა ყველას კი არა აქვს ეს მახსოვს აქციები დაჩიპული პასპორტების წინააღმდეგ. ხო, და ძალიან ბევრი პროფესიონალი იყო ჩართული ამაში და დაუბრუნდები იმას, რომ რამ განსაზღვრა ჩემი ცხოვრება, ხო? რაღაცნაირად ეს გაჭირვების პერიოდი ჩვენმა ოჯახმა ძალიან სერიოზულად გამოიარა, ხა ექიმებს ძალიან გაუჭირდათ ზოგადად 90-იან წლებში რა და მახსოვს რომ რა ვიცი მამაჩემი დედაჩემი ორივე ყველაფერს ცდილობდა რომ რა თქმა უნდა 90-იან წლები აქ გაქვთ გატარებული თბილისში 93 წელს მე გეტყვით მოგიყვებით ამ ისტორიას მამაჩემი პრინციპული ადამიანი იყო თქო რა ერთ დღესაც მოვიდა მამაჩემი სახლში ეს იყო 92 წელი თუ არ ვცდები და თქვა რომ მე მივდივარ გადავდივარ ჭიათურიდან თბილისში და ეს გააკეთა იმიტომ რომ მაშინ სამედიცინო სასწავლებელი დააფუძნა ჭიათურაში რა და ადგილობრივი თვითმმართველობა სადაც მისი მეგობრები იყვნენ მაშინდელ საკრებულოში რაღაცა მან ჩათვალა რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს მასთან მიმართებაში რა და
თქვა რომ ჩემი პრინციპული დამოკიდებულებაა რომ უბრალოდ აღარ დავრჩები ქალაქში და წავალ თბილისში რა და აი ერთ ღამეს აი ეს სხედვარ სახში ეხაც მახსოვს რამდენი წლის ვიყავი 12 წლის თუ 13 წლის მოდის და ამბობს რომ მივდივარ თბილისში და ნუ ცოტა ხანი მარტო წავალ რომ ასე ვთქვათ ავაწყო რაღაცა დავიწყო მუშაობა და მე თქვენს გადმოდით და ეს გაგრძელდა დაახლოებით თითქმის 3 წლის მანძილზე რომ მამა თბილისში იყო ჩვენ ჭიათურაში ვიყავით და 95-ში უკვე გადმოვედით თბილისში ყველანი საცხოვრებლად და მახსოვს გოთუაზე ვცხოვრობდით დეიდაჩემის სახლში და ჩვენი ბინა არ ქონდა თბილისში და გოთუაზე არის ძალიან გრძელი კიბე ასავლელი რა ზემოთ რო ახვიდე ვინც გოთუაზე ნამყოფია ყველა მისის ეს კიბე და მე და ჩემი ძმა ის პერიოდი ძალიან გვიჭირდა რა ოჯახს რა და ყოველ დილით 6 საათზე ვდგებოდით და პურის რიგში მივდიოდით ხოლმე იმისთვის რომ პური გვეყიდა რა ამ კიბეს ავივლიდით დავდგებოდით რიგში და აი პური რო არ იყიდებოდა და ეს პერიოდი რო იყო რა დაახლოებით 2 წელი გრძელდებოდა ეს ყველაფერი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში რო ვსწავლობდი იქ იყო რომ აი რა არის ისტორია რომელმაც განსაზღვრა შენი გადაწყვეტილება რომ საით წახვიდე რა და ფიქრობ რომ აი ამ პერიოდმა მარტო ამან არა 90-იანმა წლებმა იმ უსამართლობებმა იმ რაღაცა შიმშილმა რაც ქვეყანაში იყო იმ არეულობამ რაც იყო განსაზღვრა ალბათ ჩემი ბედი რატომაც ვარ პოლიტიკაში ხო რომ მე მინდა რომ სხვანაირ საქართველოში ვცხოვრობდეთ ისეთ საქართველოში ვცხოვრობდეთ სადაც ადამიანებს აქვთ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა ნორმალური შემოსავალი აი ევროპულად ცხოვრობთ კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს რაღაცა გაქცევა და წასვლა არ უწევს არავის რომ შემოსავალი ჰქონდეს ხო არ მინდა 90-იანი წლების დაბრუნება და მინდა მეტი ანუ გაცილებით მეტი მინდა მგონია რომ ჩვენ შეგვიძლია ვართ ის ერი ის ადამიანები ვისაც შეგვიძლია გაცილებით მეტი გავაკეთოთ და ამან განსაზღვრა მახსოვს ლონდონში წავედი პირველად სასწავლებლად რა და იქედან რო ვრეკავდი პირველი მეკითხებოდი მამაჩემს რომ ბიუჯეტი შევისო თუ ისევ სეკვესტრი არის თქო რა იმიტომ რომ სეკვესტრია და პენსიები არ იქნება და ხო იცი სტრესი იყო რა სეკვესტრია ხელფასები არ იქნება ნუ აი ესეთი ამბავი იყო რა და ნუ აღარ მინდა ეს სეკვესტრების ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა რა მინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრო და ამან განსაზღვრა ალბათ ასევე ოჯახმა ბაბუა ისტორიკოსი იყო და ძალიან ბევრს გვიყვებოდა ისტორიას საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრს გვიყვებოდა სხვა მონაკვეთებს და განათლებამაც მასწავლებლებმა ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა ჭიათურაში თბილისშიც აი ციხეში რო ვიყავი მახსენდებოდა ეს მასწავლებლები სხვათა შორის ეხლა რო გამოვედით ციხიდან ჭიათურაში ვიყავი გასვენებაში და შემხვდა ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ჯემალი სერცვაძე რა და მთელი ცხოვრება ამ ადამიანის ვარ მადლობელი რა იმიტომ რომ იყო უმკაცრესი მასწავლებელი რა აი უმკაცრესი აი გვეჩხუბებოდა სულ რატოა და დავალებებს გვაძლევდა რამდენს რომ მთელი ღამე ამ მათემატიკის ამოცანებს ხსნიდით რა მაგრამ მე რო გავიაზრე იმდენად მადლობელი ვარ ამ ადამიანს ეხაც რო დავინახე მე ვთქვი ბატონ ჯემალ მეთქი დიდი მადლობა მეთქი და რისთვისო და მე ვთქვი მათემატიკა რომ ასწავლე მეთქი რა და მართლა ამ ადამიანის დამსახურებაა რომ მათემატიკა კარგად ვიცი და ჩემ შვილებსაც ვეუბნები რომ თავარია მათემატიკა ფიზიკა ქიმია ეს საგნები რა თქმა უნდა ქართულთან და ისტორიასთან ერთად რომ ტვინს ავარჯიშებს რა და ფიქრობ რომ აი ტვინის განვითარებაში ამან დიდი წვლილი შეიტანა ქიმიის მასწავლებელი მახსენდებოდა ამირანი მასწავლებელი ესეთი მახსოვს რომ შევდიოდით კლასში ჭიათურაში ამბობ სხვა შორის ჭიათურაში ძალიან კარგი სკოლები იყო რა და კარგი კვალიფიციური მასწავლებლები და მახსოვს თავიდან ქიმია ძალიან მიჭირდა რა და მე დედაჩემი დამიჯდა რა რომ ქიმია ამომიქაჩდა ეს ამირანი იყო ძალიან მკაცრი მასწავლებელი რა ნუ რაღაცა და ორიანი დამიწერა როგორ სიმკაცრე ყოფილა ორიანი დამიწერა და შოქში ვიყავ ხა ორიანი პირველად მივიღე რა შოქში ვიყავი და მოვედი სახლში და ქიმია უნდა ვისწავლო მეთქი და დედაჩემი დამიჯდა და მე ძალიან მაგრად ვისწავლე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ვალენტობები და ამოცანებს ხსნიდი ასე შემდეგ და მოკლედ ბატონი ამირანისაც ძალიან მადლობელი ვარ რომ ქიმია ვისწავლე მე სხვა მასწავლებლებიც ფიზიკას ქალბატონი ნელი მოდებაძე მასწავლიდა იქ ჭიათურაში მე თბილისში გადმოვედი და ქართულის მასწავლებელი მყავდა საოცარი ქალბატონი სკოლაში სწავლობდით თბილისში იმიტომ რომ ძალიან გადმოვედი 179 სკოლაში და 179 კი ცირანი ქაბაძე გვასწავლიდა ჩვენი დამრიგებელი იყო ქართულის მასწავლებელი და იმამ ასწავლა ზმნის გარჩევა რა და
სერიები, მწკრივები, ესენი ამაგრად ვიცოდ და სხვა შორის რასაც ასევე მადლობელი ვარ გარდაიცვალა სამწუხაროდ ქალბატონი ცირა სულ თავისუფალ თემებს გვაწერინებდა რა და ეს თავისუფალი თემები მე ვფიქრობ რომ ტვინს მაგრად ავითარებს რა ანუ ერთია რომ უნდა გწოდნოდა ის ლიტერატურა რასაც გადიოდი მაგრამ თავისუფალ თემებს გვაწერინებდა მე გვადგმევინებდა სკოლაში ვდგავდით წარმოდგენებს ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, გალაქტი მათი ცხოვრება, მათი ისტორია და ამას ვდგავდით. იცი რა მეტყვი, ეს ყველაფერი გახსენდებოდა ციხეში. ეს ყველაფერი მართლა მახსენდებოდა ციხეში, რაღაცა ციხე ეგეთი ადგილია, რომ გიტივტივდება თავში ეს ისტორიები რა, რაც თითქოს მივიწყებული გაქვს რა. და აი ყველაფერი ამოვიდა. და აი როგორ არის, იცი, რა მოახდე, შენ თვითონაც ფიქრობ, რომ და მე ამას ალაგებ რომ აი რაზე მოახდინა შენზე გავლენა აი როგორ მოახდინა და თურმე რაღაცა მოგონებამ რაღაცა გავლენა მოახდინა ამას ხვდები ამ იზოლაციაში აი პიროვნებებმა ვინც მოახდინა გავლენა კი ბატონო გიორგი ბოლოს მინდა კითხო და უნდა დავასრულოთ ჯერთით ძალიან განსხვავებულ გიორგი ვაშაძეს უსმენ ახლა მე იმიტომ კი არა რომ გადაცემის თემა ასეთი ხალხი მართლა მარგასვამბობ იმიტომ რომ რაღაცა მაინც ჩემს სამეგობრო იცის რომ ვარ ძალიან მეგობრული, აი ყოველთვის 24/7-ზე პასუხობ ტელეფონს, რა თუ რამე შემიძლია ყველას რაღაცა გულთან მიმაქვს ყველას ამბავი, მაგრამ ეს ტელევიზორი და პოლიტიკა ისეთი ამბავია, რომ და მაგიტომაც დღეს რომ მომწერე რომ მოდი გადაცემაში, მეც ვიფიქრე რომ მივიდე მეთქი ამ გადაცემაში, იმიტომ რომ რაღაც სულ პოლიტიკურად რაღაცა ესე მწვავე თემებზე ვსაუბრობ და გვაციებს რაღაცნაირად. აი მე მოგეცით ამის შესაძლებლობა. დიდი მადლობა და მე არა ვართ ესეთი ცივები პოლიტიკოსები, ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს, ჩვეულებრივად ასე ვთქვათ, განვიცდით ხო, ჩვენი ოჯახებიც და რა ვიცი, მინდა რომ ყველამ ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში რა. ყველას გვინდა ეს ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა, მართლაც რაღაცნაირად არ ვიცი ეს მე მეჩვენება თუ ასე, იმიტომ კი არა რომ ეს განსხვავებული ფორმატია. რომ ტემპო რიტმიც განსხვავებული გაქვს სხვანაირი, მე ასე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში არ ვიცი და სულ სხვანაირ გიორგი ვაშაძეს. იმედია უარესობისკენ არა, არა, უარესობისკენ არა, მეც არ მიყვარს, ერთია რომ შეიძლება ოპოზიციური პარტიის ლიდერი ფიქრობდეს რომ რაღაცა მნიშვნელოვანია იქ სადღაც რაღაც ქარიზმატული იყო, მაგრამ ნუ აი აგრესიული ალბათ არ უნდა იყო აბსოლუტურად გეტყვი. ხო და აი მე მაგას ვამბობ. თუმცა მე არ რჩებოდა თქვენზე შთაბეჭდილება, მაგრამ მე მაგათაც ჩემი მეუღლე და ჩემი ხშირად მაკრიტიკებდნენ რა რომ არა ხარ შენ ესეთი და კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხეთი ძალიან განსხვავებული საერთოდ არ არის აგრესიული მე ასეც აგრესიული არც მე არა ვარ და რატომღაც რაღაც მომენტებში აგრესიულად არც ემოციური არ არის ხო ემოციური ვარ მე ალბათ ემოციური ვარ იმიტომ რომ ვერ ვიკავებ ემოციებს ამაში დედაჩემს გავარ რა და სხვათა შორის უცებ ემოციური ვარ მაგრამ დედაჩემის გავსვათ არასდროს აი სხვამ რო ცუდი გამიკეთოს ამას გულში ვერასდროს ვერ ჩავიდებ რა მავიწყდებ ამას ამაშები იმიტომ რომ აი მართლა ეს დედის გამაქნასავი რომ ვერ ჩავიცი არ უნდა ჩაიციქო რა უნდა გაიარო ამან ხო რაღაცა ვიღაცა მოგატყუა ან რაღაცა არასწორად მოიქცა ჩემი ძმას შეუხსენებო არ გახსოვს ამან რა იმს არ მახსოვს ჩემ მეგობრებმაც იციან რომ ესეთი ხასიათი მაქვს რომ მხოლოდ კარგი მინდა დავიმახსოვრო არა ცუდი არ უნდა ჩაიწერო მხოლოდ კარგი მინდა დავიმახსოვრო ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში იმიტომ რომ ცხოვრება რთულია და ამ ცხოვრებაში ცუდი მოგონებების ადგილი არ უნდა დავტოვოთ რა მაქსიმალურად პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და განწყობა სხვა შორის განწყობის თეორიაზე ბევრი წავიკითხე ისე ეს ქართული ეს არის თეორია და ასე ვთქვათ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც განაწყობ შენ თავს ისეთია შენი გარემო როგორიც შენ ხარ ისეთ მეგობრები ყავს შენ ხო და აი ეს ვიგრძენი ჩემი მეგობრებისგან განსაკუთრებული ყურადღება და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის